მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს ხუთშაბათია და ტრადიციულად ჩემ საავტორო გადაცემას ლიტერატურა ხელოვნება სულიერება წარმოგიდგენ ჩემი უძვირფასესი სტუმარია დიდად საპატივსაცემო პიროვნება ბატონი სიმონ ნოზაძე გენერალი სიმონ ნოზაძე მოგესალმებით ბატონო სიმონ 42 წელია იგი სპეცსამსახურების თანამშრომელია აქვე უნდა აღნიშნო რომ სააკაშვილის პერიოდში არ მუშაობდა სპეცსამსახურებში ამჟამად გახლავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის კონსულტანტი უდიდესი გამოცდილების პიროვნება ინტელიგენტი უძვირფასესი ადამიანი კიდევ ერთხელ ხალხს უსავ ქართული მწერლობის და მეცნიერების დიდი გულშემატკივარი უგანათლებულესი ადამიანი და მინდა ასევე დიდი კმაყოფილებით აღნიშნო რომ ჩვენი დიდი ქართველის ვიქტორ ნოზაძის ემიგრაციაში გარდაცვლილი შეთაშორის იგი ლევილშია დაკრძალული ქართველთა სასაფლაოზე საფრანგეთში პარიზში მისი ტომების მრავალტომეულობის გამომცემელია ეს პიროვნება გენერალი სიმონ ნოზაძე მე მინდა იცოდეს საქართველოს რომ აი ეს წიგნი ერთ-ერთი ტომი მეოთხე ტომი ბატონი ვიქტორ ნოზაძის სწორედ ბატონი სიმონ ნოზაძის დიდი უდუმებით და მხარში დგომით არის გამოცემული ეს პატრონობს ამ მემკვიდრეობას და დიდ მამულშვილურ საქმეს აკეთებს. მე თუ დღეს ჩვენ საქართველოში ჩვენი ქართველობით, ჩვენი მეცნიერებით ვამაყობთ, სწორედ ისეთი პიროვნებებით ვამაყობთ, როგორი ფენომენიც იყო დიდი ვიქტორ ნოზაძე. დიახ. მე მინდა ასევე კმაყოფილებით აღნიშნო რომ ჩვენ სხვა ტელევიზიაში გქონდათ გადაცემა, სადაც მეხუთე ტომზე ვისაუბრეთ ვიქტორ ნოზაძის მეხუთე ტომზე. მოგეხსენებათ რომ ვიქტორ ნოზაძე ჭიათურის რაიონშია დაბადებული, ზემო იმერეთში. მან დაამთავრა მერე უკვე ლონდონის, პარიზის უნივერსიტეტები და მრავალ ენას ფლობდა სრულყოფილად და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უკვე დაინტერესდა ვიქტორ ნოზაძე რუსთაველის ვეფხისტყაოსნით. ალბათ რუსთველოლოგიაში იმდენი გამოკვლევა, ისეთი დეტალური და მე ვიტყოდი ფუნდამენტალურ აკადემიური ნაშრომი, როგორც ბატონ ვიქტორ ნოზაძე დაუტოვა ქართველებს, არა მარტო ქართველებს, მთელ მსოფლიოს დღემდე არავის გაუკეთებ. ეს არის ფასდაუდებელი ნაშრომი რუსთველოლოგიაში, ისევე როგორც მე არ შემიძლია რომ ახსენო ბატონი პავლე ინგოროყო, არ შემიძლია რომ ახსენო შალვა ნუცუბიძე, აი ეს სამი თანავარსკვლავედი, რომელმაც რუსთაველის გენია თუ შეიძლება ითქვას, სრულყოფილად წარმოაჩინა სხვადასხვა ასპექტში, სხვადასხვა წახნაგით და აი ასეთი ფუნდამენტალური მკვლევარები, დიდი მეცნიერები ღმერთმა ბევრი დაუბადოს საქართველოში. მე აღარ გავამახვილებ ყურადღებას მის ბიოგრაფიულ დეტალებზე, ვიტყვი მხოლოდ რომ იგი შემდგომ მეორე მსოფლიო ომის მოღვაწეობდა არგენტინაში, სამხრეთ ამერიკაში და მისი სამუდამო გასასვენებელი არის ლევილის სასაფლაოზე 1975 წელს გარდაიცვალა. მე კიდევ ერთხელ გთხოვ ბატონ სიმონს რომ ბიოგრაფიულ დეტალებზეც კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება, რამე თუ მომავალმა თაობამ ჩვენმა ახალგაზრდობამ საქართველოსი გაიგოს ამ დიდი მამულიშვილის, დიდი მეცნიერის, მე ვიტყოდი მეცნიერული კორიფეს შესახებ ის ბიოგრაფიული შტრიხები, რომელიც ალბათ ყველა ქართველმა უნდა იცოდეს. დიახ. სიტყვის ალავერს გადავდივარ სიმონ ნოზაძესთან, გენერალ სიმონ ნოზაძესთან კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, ეს არის უგანათლებულესი ინტელიგენტი, რომელმაც ძალიან კარგად იცის როგორც ქართული მეცნიერების, ასევე ქართული მწერლობის შესახებ ძალიან ბევრი ნიუანსი. ეს მომაკეთ არ გაუცრუოთ იმედი მაყურებელს. მე ტყუილი შეკება არ მიყვარს, ბევრი მიწეს როგორც შეგვაქვეო და მე ტყუილად არ ვამბობ ამას. დარწმუნდება ტელემაყურებელი საუბარი. ვიქტორ ნოზაძე 1893 წელს დაიბადა
მაშინ თანამედროვე საჩხერის მუნიციპალიტეტში სოფელი მოძვიდან არიან მამამისი სოფელი მოძვიდან იყო ხოლო დაიბადა დედის სამშობლოში იქვე მეზობელ სოფელში და გაიზარდა შემდეგ რა თქმა უნდა მამის ოჯახში მას ჰყავდა ორი ძმა და ერთი და იყო გიორგი შუა უმცროსი ძმა იყო გარდა ამისა შუა თანაძმა ჰყავდათ პალიკო ნოზაძე რომელიც იყო ფუტურისტი პოეტი და დახვრიტეს 1927 წელს განათლება მიიღო ჯერ ჭიათურის ორკლასიან სასწავლებელში შემდეგ მან ჩააბარა გამოცდები ჩააბარა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სადაც ჩვენ წინა გადაცემაში შეგვეშალა იოსებ ოცხელის მაგივრად პეტრე ოცხელით პეტრე ოცხელიას ცნობილი მხატვარი რომელიც დახვრიტეს 30-იანი წლების რეპრესიის დროს იოსებ ოცხელი ეს ცნობილი ორგანიზატორი ქართული განათლებისა რომელსაც მენშევიკებმა შემდეგ მინისტრობად შესთავაზეს განათლების მინისტრობა უბრალოდ ისეთ ასაკში ვარ უთხრა ვიქტორი ჩავიდა შუამავლად და ისეთია ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ ამ უზარმაზარ თანამდებობას ესე ხელახლა იყო გასააზრებელი ყველაფერი და ეროვნულ რეცეპტზე უნდა დაეყენებინათ განათლების სისტემა და წარმოგიდგენიათ იოსებ ოცხელი რომ აიღებდა ხელში განათლების მართვას როგორი განათლების სისტემა გვექნებოდა და ახლაც როგორ გამოგვადგებოდა აი განათლების სისტემის ორგანიზებაში იოსებ ოცხელი ესეთი განათლებული და ესეთი ძალიან მწოდნე ხალხი ღრმად გასწავლული და თანაც პატრიოტიკაცი მან საკუთარი თანხით 8 მოსწავლე გაუშვა საქართველოს შესასწავლად. მთელი საქართველოს შემოიარეს რომ დაიწყეს რაჭიდან, ესე იგი ზემოიმერეთი, რაჭა, მერე სვანეთში გადავიდნენ და იქ ლაპარაკი არის რომ უძვირფასესი რელიკვიები აჩენეს, მაგალითად აჩენეს ერთ-ერთი მომგდელმა აჩენა ადიშის 4 თავი. საოცარ შეფუთული ესეთი ლამაზად დიდი რუდუნებით გამოგვიტანა და გაგვიცნაო და ბოლოს სამცხე-ჯავახეთიც მოიარეს და აი სწორედ სამცხე-ჯავახეთში შეხვდნენ იოსებ ოცხელს და მოუწონა ჩანაწერები ყველას ჰქონდა გაკეთებული ამ 8-ს და მოუწონა რომ აი ეს ერთ-ერთი პირველი ასე თქვათ ეთნოგრაფიული მოსწავლეების ასეთი მასობრივი ეთნოგრაფიული ანუ ფაქტურად შედეგი გამოიღო რომელია მაგ ყველა მამამისი ესე იგი იყო მეწარმე კომერსანტი იყო საკმაოდ შეძლებული ოჯახი იყო და ამიტომაც მას სრულყოფილი განათლება მისცა შვილებს სხვათა შორის გიორგი ნოზაძე ვიქტორ ნოზაძის ჭრდილში იმყოფება თორემ თვითონ გიორგი მშვენიერი პუბლიცისტი მკვლევარიც და მე-6 ტომი ვიქტორ ნოზაძეს დასამთავრებელი დარჩა და ამიტომ გარდაიცვალა 82 წლის ასაკში შემდეგ მე-6 ტომი გამოსაცემად მოამზადა მისმა ძმამ გიორგი ნოზაძემ და მე-6 ტომი ბიჯრუთ მეტყველება უკვე მისი გაკეთებული მე ახლა დამავიწყდა გადაცემის ჩვენი არეალი შეეხება ვიქტორ ნოზაძის მიერ ქართული სპეცსამსახურების სტრუქტურის შესწავლის საქმეს. აი ვეფხის ტყაოსნის და საერთოდ ჩვენი ქართული ლიტერატურის და მწერლობის ფონზე. ძალიან საინტერესო თემატიკაა. აი წარმოიდგინეთ რომ ფერთა მეტყველების, სახის მეტყველების და ასე შემდეგ ვიქტორ ნოზაძე აი ამ თემას ეხება. ეს არის ძალიან დელიკატური საკითხი დღესაც კი, მაგრამ იმ იდუმალი წარსულიდან ჟამთასვლის აი თითქოს ტვერ მიხრილი წარსულიდან ამოწია ეს მარგალიტი როგორი გენიალური სახელმწიფო აზროვნება არსებობდა საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სახელმწიფო სტრუქტურა, სახელმწიფო სწორედ ამ სპეცსამსახურებთან თქმა უნდა და ვერ იქნებოდა საქართველოს სრულყოფილი სახელმწიფო ვერც დავით აღმაშენებლის დროს, ვერც თამარ მეფის დროს თუ ეს სპეცსამსახურები არ ექნებოდა იდეალურ დონეს. ბატონო ვაჟა, მე რა თქვენ დიდი ხნის წინ გავიცანით ერთმანეთი, როდესაც მე სამთავრობო დაცვაში ვიყავ, 30 წლის წინ მოხდა ერთ შენობაში ვიყავით ერთ სართულზე და მეგობრობდით მე თქვენთან და კიდევ რამდენიმე კაცთან და ორი ცენტრალური ტერაქტი გადავიტანეთ ქართველებმა ედუარდ შევარდნაძეზე. ედუარდ შევარდნაძის სიკვდილი მაშინ ნიშნავდა რომ საქართველოს განვითარების ვექტორს შეიცვლიდა და დაინგრეოდა ქვეყანა დამოუკიდებლობას დავკარგავდით და გადაარჩინა მისი ღირებთან ერთად გადაარჩინა კომპეტენტურმა მუშაობამ სამთავრობო დაცვის თანამშრომლების პირადი დაცვის მცველებისა და სპეცდანიშნულების ქვედანაყოფისა იმ გადაარჩინა. თორე ორივე საშინელი ტერაქტი ჩატარდა იცით თანამშრომლები დაგვეუბნენ და შემდეგ. ეხლა მე ხელსარიელი არ მოვედი თქვენთან სანამ უშუალოდ თემას შევეხებოდი. მოგიტანეთ მესამე ტომი ვიქტორ ნოზაძის მზის მეტყველება. ნუ ჯერ გასაოცარი მზის მეტყველება. არ გასაოცარი
რა თქმა უნდა გასაოცარია ვიქტორ ნოზაძის ცოდნა და ნამუშევარი აქ ჩამოთვლილი არის წიგნები, ლიტერატურა, რომელიც მას დამუშავებული აქვს. ეს არის ესე კაცობრიობის მემკვიდრეობაში, რომელი რელიგია როგორ აფასებს მზეს, რა არის ადამიანის ცხოვრებაში მზე, რომელ კულტურაში რა ადგილი უკავია მზეს. ნუ გარჩეულია ყველაფერი და მე რუსთაველს როგორ აქვს მზე წარმოჩენილი, ესე იგი რუსთაველს ღრმა ცოდნა ჰქონდა მსოფლიოში არსებული ამ შეხედულებების ამ მზის მიმართ. რა დამოკიდებული უდიდესი, ნუ აი სადმე უამ კაცმა ასეთი გრიგოლ რობაქიძე იმეორებს სწორედ ვიქტორ ნოზაძეს ჩვენ მზის შვილები ვართ, მზის ერი ვართ ქართველები. კი, ეგრეა და აქ ნახავთ ბოლოში არის ვიქტორ ნოზაძე ძალიან მწარედ აკრიტიკებს ნიკო მარს. ნიკო მარმა არასწორად საფუძვლიანად არასწორად განმარტა მზის რაობა იქ ნესტანზე როცა არის ლაპარაკი ნესტანის ნაზრევი გამოაქვს ნიკო მარს და ასკვნის იმის საფუძველზე რომ ვეფხისტყაოსანი ეს არის ნეოპლატონური ნაწარმოები. ვიქტორ ნოზაძე ჩამოწერს ხუთ შეცდომას ნიკო მარისას თუ რატომ არაა ეს ვეფხისტყაოსანი ეს არაა ნეოპლატონური ნაწარმოები და მას ამტკიცებს აგრესიულად გაძლევს უღრმესი მადლობა და ასევე დავსწრებდი რომ ვიქტორ ნოზაძის ამ ნაზრებს დაეთანხმა მეორე ჩვენი დიდი ქართველი წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი. დიახ. აი ამ შეხედულებაში რა თქმა უნდა. დიახ, მე იქ სადაც გამოვიყენებ ვეფხისტყაოსას ეს ცნობილი გამოცემა, სასკოლო გამოცემა 1966 წლის ტექსტი არის, ტექსტის დამტვერვი კომისიის მიერ გაკეთებული. მას დავიწყეთ უკვე ძირითადი თემა და ჩემო ძვირფასო ქართული ტელეს ტელემაყურებლებო, თქვენ მოწმენი გახდებით ძალიან ბევრი საინტერესო ისეთი აღმოჩენისა, რომელიც ალბათ დღემდე არც გაგიგიოს. მოდით დავიწყოთ, ესე იგი, ვილაპარაკოთ აქ სპეცსამსახურებზე აბსოლუტურად სწორად. აქ არის ლაპარაკი პირადი დაცვის ორგანიზებაზე, ვიქტორ ვეფხისტყაოსანზეა ლაპარაკი. ვეფხისტყაოსანში, რა თქმა უნდა, ვეფხისტყაოსანში. ლაპარაკი არის დაზვერვაზე, ავთანდილი არის ასე ვთქვათ, მზვერავის როლში. აქ ლაპარაკი არის საპოლიციო ფუნქციის შესრულებაზე და მე თქვენ გითხარით, თქვენ როცა მითხარით ამ თემაზე გესაუბრა, გითხარით რომ ვიქტორ ნოზაძე განმარტავს ესე სამხედრო ტერმინები, სამხედრო თანამდებობები რომ არის გამოყენებული. რა თანამდებობები იყო მაშინდელ საქართველოში და აი მსოფლიოში, აი ამის მიხედვით ცოტაოდენი დრო ალბათ ამისთვისაც მოგვწება და ამაზეც გესაუბრებით შემდეგ. დავიწყოთ პირადი მცველებით. მაგრამ სანამ პირად მცველებზე გადავალ მე ძირფასო მაყურებელო მინდა გთხოვთ, პატიცონო ტელემაყურებელო მინდა გითხრათ რომ მოდი ჯერ განვარტოთ ვიქტორ ნოზაძე რას ამბობს, აი მოყმე, მონა რას წარმოადგენს, ვინ არის. ვიქტორ ნოზაძე ამბობს რომ ესენი არიან ჭაბუკები, ესენი არიან მაღალი ხარისხის ჭაბუკები, დიდი ღირსების მქონე კავალერები, ყმა და მონა. ახლა სულხან-საბა ორბელიანი ამბობს რომ ჭაბუკი ეს არის ახალგაზრდა ვაჟი. ნიკო მარი ამბობს რომ ძალიან გავს ასე ფონეტიკურად ჭაბუკნი ძალიან გავს სპარსულ ჩაბუკ. მაგრამ სპარსული ჩაბუკო ასე ჩაბუკ ნიშნავს მოქნილი, სწრაფი, მოსრებული ახალგაზრდას და ჭაბუკიო თვითონ ნიკო მარი ამბობს დამაში ვიქტორიც ეთანხმება ეს უშუალოდ ქართული ინსტიტუცია, ქართული რეალური ცხოვრების მიერ შექმნილი ინსტიტუცია არსებობს, რომელიც ყველასგან განსხვავდება და ესენი არიან უშუალოდ ვიქტორ შოთა რუსთაველი როდესაც ამბობს ამ ყმას და ასე ვთქვათ მონას, ესენი არიან არა ხალხური გმირები, ასე ვთქვათ, არამედ ეს არის იმ დროისთვის თანამედროვეობის გმირები საერთოდ, აი ძალიან განათლებულ საზოგადოებას რომ ეკუთვნიან. დიახ. მე ვიქტორ ნოზაძე ამბობს რომ ეს ევროპაში მას შეესაბამება, აი ჭაბუკს შეესაბამება რიტერ, კავალერო, შევალიე ნაით, რიცარ, მე მხოლოდ რუსული ენა ვიცი და ნუ რიცარ გასაგებია, დანარჩენი სწორედ აი ამის შესაბამისია და აი ჭაბუკობა, მოყმეობა ნიშნავს რომ ვიქტორ ნოზაძე ამბობს ფრანგულად ეს არის შევალიე, ინგლისურად ეს არის ჩივალრი და ნაითჰუდ, ესპანურად კავალერსკო, გერმანულად რიტერტუმ, რუსულად რიცარსკო. ახლა ყმა და მონა. აი ვიქტორ ნოზაძე ამბობს რომ როდესაც მიზლავს ასტები, მიზლავს. მაძლევი დავდოთ, ეუბნებოდ, მოვახსნათ, მოწმოთ თქვენივე ყმანი ავთანდილი ეუბნება. მიზლავება მეფეს ეს ძალიან სარისკო საქმეა, ამიტომ ფარმანსა თხოვს, წერილობით დასტურს თხოვს, ან ზეპირი მაინც ხებისთან დასწრებით რომ არ დასჯიან, იმიტომ მეფის გამოწვევა, ასე ვთქვათ, ეს ფაქტობრივად დუელში გამოწვევაა, ხო? და მე 3 დღე უქუდოდ ატარა. აი ესე გაკადნიერდა, ხო, დიახ. და
თვითონ ეს ფაქტი რომ ამან გაბედა და უთხრა მან დაუმტკიცა მეფეს რომ ნუ გეშინიათ ისი არ არჩება სამეფო ყავს ღირსეული ცლა მოგდის ასე ვთქვათ ნუ იქ ვებგან არის ნახსენები რომ კარგთა ყმათასა ვიქნოდეთ მოსმა ჩვენ თანახლებასა მონა 12 მოდი ჩვენთანა ვლიდითა და მოგვაწოდეთ ისრები მოგვიტანეთ აღჭურვილობა და ასე შემდეგ მე არის ძალიან საინტერესო განმარტება რომელსაც ზოგჯერ ყურადღებას ჩვენ არ ვაქცევთ ესა მონა წინაშე მდგომელი და ვიქტორ ნოსაძე ამბობს რომ ისტორიულ მასალებში წინაშე მდგომელის მნიშვნელობა არის ერთი მნიშვნელობით გამოიყენება ეს არის მეფის პირადი გამკარგულებების აღმასრულებელი და ესე იგი მსახურები არიან წინაშე მდგომელი მსახურები არიან მაგრამ მე ვიქტორ ნოსაძე ამბობს რომ ესენი არიან მეფის წინაშე მყოფნი პირადი მცველები ეს 12 კაცი მონა 12 მეფის წინაშე მდგომელი მისი განკარგულებათა აღსრულებელი და შესაძლებელია რომ მისი საჭურველთა მტვირთველნი და მიმწოდებელნიც ამაშიც არაფერია სიახლე ახლაც კი პირადი დაცვა როდესაც პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს შეხვედრა პირადი დაცვას ხშირად აი მცირე საჩუქრებს რო გადასცემენ ან დოკუმენტები ან მოხსენებები ეს ყველაფერი პირადი დაცვას მიაქვს ეს დასამალი არ არის შესაძლოა ხორციელდება ну აქ რამდენიმე არის ნახსენები ეს მონა 12 და ყველგან ეს ნიშნავს რომ აი აქ მისი პირადი მცველები არიან მისი თანხლები პირები არიან ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არის ის მოვლენა როდესაც აი კარდახდნენ მოსასვენებლად ხითა ხეთა ძირს გადავიდნენ მოსასვენებლად ხო აი აქ ამბობს რომ ახლოს უქმნა 12 უმხნესი სხვათა მხრეთასა აი აქ გადავიდნენ და მოისვენებდნენ. ეხლა ეს რიცხვი 12 არ არის შემთხვევით. არ არის შემთხვევით და მეგეთყვი ამას. სახარებისეულის არის და უშუალოდ პრაქტიკულადაც პრაგმატული არის არიან დაცვის ორგანიზების თვალსაზრისით. ამას გეტყვით მე ჩემი ხედით დავხაზებ სქემატურად ამას მოგახსენებთ. ეხლა სანამ მე გეტყოდეთ აქ რუსთაველი რას ამბობს ამ პირად დაცვაზე მოდით მე გეტყვით როგორ არის ორგანიზებული ჩვენს მიერ იცით მე შექმნის სათავეებთან ვიდექით ვახტანგ ქუთათელაძე დაინიშნა პირველ უფროსად და მე მის მოადგილედ და ჩვენ ამის დიდი გამოცდილება არ აქვს პირადი დაცვის დიდი გამოცდილება იმიტომ მოსკოვის მიერ ხორციელდებოდა პირადი დაცვა და ჩვენი აი თქვათ როდესაც შევარდნაძე გახდა პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი აი მაშინ სწორედ ისინი აკონტროლებდნენ ჩვენ აი 4 პირადი მცველი ყავდა შევარდნაძეს და ასე შემდეგ და ჩვენი მეცხრე ხაზი ერქვა მაშინ ამ მომენტში დამოუკიდებლობა რომ მოვიპოვეთ დადგა საკითხი რომ ჩვენი სპეცსამსახური უნდა ქონოდა დაცვისაც ამიტომ აქ პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა შევარდნაძის მიერ რა თქმა უნდა პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა და ამერიკელებზე გავაკეთეთ არჩევანი ამერიკელებმა დაიწყეს ჩვენი მომზადება ჩვენი აღჭურვა ცეცხლსასროლი იარაღით ზიგზაუერი ვიყიდეს მაშინ რაციები და ყველაფერი ეს ტექნიკური აღჭურვილება რომ იყო. შემდეგ ჩვენი სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის მებრძოლები ორჯერ თუ სამჯერ წაიყვანეს ამერიკაში და იქ გაიარეს სათანადო მომზადება. გარდა ამისა, პირადი დაცვის მომზადება ხდებოდა პარალელურ რეჟიმში. თან ვიცავდით ბატონ ედუარდ შევარდნაძეს, თან მომზადება ხდებოდა. აქ ინსტრუქტორები ჩამოვიდნენ, ეს იყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და სეკრეტ სერვისის ინსტრუქტორები. ნუ სეკრეტ სერვისი ახორციელებს პრეზიდენტის დაცვას და პრეზიდენტის დაცვასთან ამერიკის ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა სეკრეტ სერვისის თანამშრომლებთანაც და უნდა აღინიშნოს რომ ამერიკელებმა ეს დიდი საქმე გაგვიკეთეს. ახლა დაცვა როგორ არის ორგანიზებული? დაცვის 3 წრეა ბატონო ვაჟა. პირველი წრე, მეორე წრე და მესამე წრე. პირველი წრე არის უშუალოდ პირადი მცველები, პირადი დაცვა. იქ სხვა ვერავინ ვერ შევა, თუ უშუალოდ აი როდესაც აუცილებელია სტუმრები არიან, ან ისეთი ადამიანი ვიზით ცეკვისურეს უნდა მოვიდეს, აი მას შეიყვანენ პირადი მცველები. დანარჩენი პირადი დაცვა არის ბოლო საზღვარი, ბოლო მიჯნას, რომლის იქითაც მხოლოდ ნებართვით უნდა გადავიდნენ. თუმცა ეს სისტემა ისე ორგანიზებული, რომ დასაცავ პირებს მთელ მსოფლიოში ნუ რამდენიმე ეტაპის გავლა უწევთ, სანამ დასაცავ პირამდე მიიღწევენ. არსებობს მეორე წრე. მეორე წრე ეს არის საპოლიციო ქვედანაყოფები, უშუალოდ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ქვედანაყოფებიც, რომლებიც აი განან მეორე წრე ფორმები აწვია და ყველა ასე დგას. არის მესამე წრე. მესამე წრე ეს არის ოპერატიული სამსახურები არა მარტო სახელმწიფო დაცვის, არამედ სხვა სტრუქტურებისა და ძირითადად სამოქალაქო ფორმაში არიან ჩაწყვეტილი და ასე შემდეგ. ახლა როგორ ხდება დაცვის შერჩევა? ზეგი გარე დაცვის თანამშრომლებიდან შევარჩევდით ბიჭებს, ეს ახლაც ასეა. კარგ ბიჭებს, ფიზიკურად ძლიერებს და დისციპლინიანებს.
ესე იგი შევამოწმებდით ადრე უფრო ნაკლებ ყურადღებას ვაქცევით, იმიტომ ცოტა მეცოდა ინგლისური ენა. ახლა სავალდებულოა ინგლისური ენის გამართულა ცოდნა პირადი მცველების მიერ. ფიზიკურ მდგომარეობას მათ ტესტირებას ვეტყოდით, რომ შევარჩიეთ და რამდენიმე თვის შემდეგ უნდა ჩაგვაბარონ ნორმატივები, ჩააბარებენ ნორმატივებს, ბუნებრივია, თქვა 80 კაცი რო შევარჩიეთ, დაახლოებით 20-22 კაცი რჩება შემდეგ. შემდეგ ამათ კიდევ დამატებით ვავარჯიშებთ და ბოლოს უკვე შერჩეულებს დაახლოებით 10-12 კაცი შერჩეული, ეს გადანაწილდება სხვადასხვა დასაცავი პირების პირად დაცვაში. აი იქ ვინც მე უკეთესად იმუშავებს, უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის იქიდან ხდება შერჩევა პირადი დაცვის, ასე იყო შევარდნაძის დროს და შემდგომ წლებშიც ასე იყო და ასე არის ახლაც. განსაკუთრებით გამოცდილები, განსაკუთრებით მომზადებულები მუდმივად აბარებენ ნორმატივებს, რომ იცოდეთ, პირადი მცველები სულ ფორმაში უნდა იყოს. პირადი მცველის და სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის ბრძოლით. ესე იგი ფიზიკურ ნორმატივებს სულ აბარებენ. მუდმივად აბარებენ, სულ ფორმაში უნდა იყოს, იმიტომ ძალიან დიდი დატვირთვით უწევთ მუშაობა გვიან ღამემდე მუშაობა, ზოგჯერ 2 წელს გადააბავენ და ასე შემდეგ და ამიტომ აქ რა თქმა უნდა ფიზიკურად ძლიერები უნდა იყვნენ. 2-აზე არ არსებობს. ახლა როდესაც შეხვედრაზე გადის, თქვა პრემიერ-მინისტრი გავიდა მოსახლეობასთან მიდის შეხვედრა, თქვა პირობითად თბილისობა და მიდის ხო? ნუ დაცვა რა თქმა უნდა ახლავს, მაგრამ დაცვა მუშაობს ლაღად უნდა თავისუფლად უნდა მოქმედებდეს, ისე რომ უცხო თვალმა ვერ უნდა შეამჩნიოს, რომ ეს პირადი მცველია. რა თქმა უნდა ახლა გამოცდილი თვალი ამას შეამჩნევს, რომ ესენი პირადი მცველები არიან, მოსახლეობა უნდა კონტროლდებოდეს ყველა, აი რომ მიდის ამ ბასაში, მოხვდებიან და ნუ მათ თავიანთი როგორ უნდა განლაგდნენ ეს ყველაფერი იციან პირადმა მცველებმა, კონტროლდება ყველაფერი. ამას გარდა აი მაგალითად კუჩმა და ის რომ ჩამოვიდნენ იქ ფოთში გახსნეს ტერმინალი კუჩმა და ალიევი ჩამოვიდნენ და ბატონმა შევარდნაძემ გახსნეს ტერმინალი. მაშინ ჩვენ საზღვაო აკვატორიასაც ვაკონტროლებდით, მდინარე ჩამოდიოდა, იქ მდინარესაც ვაკონტროლებდით და ტყე იყო. და დღესაც ვაკონტროლებდით. ჩვენ სპეცქვედანაყოფი საზღვაო აკვატორიის არ აქვს, იმიტომ დიდი მოთხოვნილება არ არის ამაში საქართველოს. აი ფრანგებს ყავს მაგალითად ძალიან კარგი სპეცქვედანაყოფი და აკვატორიაში აკვალანგისტების, მაგრამ ჩვენ ეს არ აქვს. ამიტომაც საზღვაო ძალების აი ეს მესაზღვრეების და გარემოს დაცვის აი კატერებით ვაკონტროლებდით აი ამ ზღვის აკვატორიას. უნდა კონტროლდებოდეს რა თქმა უნდა რელიეფი, უნდა კონტროლდებოდეს შენობები, რაც არის და ასე შემდეგ პირადი მცველების მიერაც და მეორე წრის მიერაც, დაცვის მეორე წრის მიერაც. ეხლა დაცვა გამოიყენება მთელ მსოფლიოში, გამოიყენება დაცვის ძირითადი არის ერთკაციანი დაცვა, არის სამკაციანი დაცვა, არის 5კაციანი, 6კაციანი და ასე შემდეგ. რაზეა დამოკიდებული? ახლა რაზეა დამოკიდებული? ჩვეულებრივად მუშა მდგომარეობაში გამოიყენება 5კაციანი დაცვა. 5 პერსონა, 5 მცველი. აი მე ამას ვაჩვენებ ახლა ჩვენს მაყურებელს. 5 მცველი. ეს არის დასაცავი პირი. ნებისმიერი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, უმაღლესი თანამდებობის სტუმარი და ასე შემდეგ. ესენი არიან პირადი მცველები, რომლებიც განლაგებული არიან მის სიახლოვეს. ეს უნდა იყოს წესით ან პირადი დაცვის უფროსი, ან ტერაქტის შემდეგ პირადი დაცვის სამადგილას იმყოფებოდა ჩვენი სამსახურის უფროსი ბატონი ვახტანგ ქუთათელაძე, ან ზაზა მაზმიშვილი, იცით პირადი დაცვის უფროსი აი ეს იმყოფებოდა. ხოლო მე აქ დავხაზე, მაგრამ ეს როგორც წესი ხელმარჯვნივ დგას მის სიახლოვეს იმყოფება ძირითადად და ნუ თუ რაიმე შენიშნა, მე შენიშნებს აძლევს ხვებსაც. უნდა არიან სხვების პირადი მცველები, მაგრამ უშუალოდ ეს 4 არიან და მეხუთე ერთ-ერთი ანუ მართლა სახორციელებს ხო, დიახ, მართლა სახორციელებს ან ცვლის უფროსი, ან პირადი დაცვის უფროსი, ან სამსახურის უფროსი, ვინც იქ იმყოფება იმ მომენტში. ჩვენ 1995 წელს მივლინებით უფროსურად ვიზიტით იყო ბატონი ედუარდი ჩასული ისრაელში და გვაჩვენეს ეგრეთ წოდებული, აი ეგრეთ წოდებული გოლგოთას გზაზე გავიარეთ პირდაპირ მნიშვნელობით თუ ნახა აი იყო სად გაატარეს ქრისტე ხომ და ჩვენმა კოლეგებმა გითხრეს ეს მომატებული საფრთხე არსებობს ტერაქტისო. ამიტომ ჩვენ დავიცავთ ამ მონაკვეთზე, პირადად ჩვენ დავიცავთ ბატონ ედუარდს და მართლაც 4 კაცი გვერდიდან დაუდგა, 2 კაცი წინ, 2 კაცი უკან, 12 კაცი იცავდა. ჯავშან ჟილეტებში იყვნენ ჩაცმულები, შლემები ეხურათ და ავტომატური იარაღით აღჭურვილი, რომელიც გადატენილი იყო, ასე ვთქვათ. და ნუ ჩვენები მართლა ვერც გარისკავდნენ, ახლა ვიღაცა გამოხდეს და ესროლო მოკლა და ისინი ამაზე რა თქმა უნდა ყველაფერს მათ დამუშავებული ჰქონდა და იცოდნენ როგორ გაერთიანდნენ. საინტერესო. ახლა როგორც გითხარით, ვიქტორ ნუზაძე ამბობს, რომ ეს 12 მონა არის პირადი მცველი.
პირადი მცველი არის, მაგრამ აქ ის ვეღარ აღმავებს ამ ეტყობა, აქ სპეციალური ცოდნა საჭირო და პირველ ტომში წერს, რომ ვეფხისტყაოსანი რომ კარგად გავიგოთო, ამა თუ იმ დარგის სპეციალისტი უნდა იყო და ჩემი უპირატესობა სწორედ ეს არის. მე არც ხვებისგანაც არ გამიგონიეს პირველად მე მოვყევი აი ამის შესახებ მე ვწერე და ნოზაძემ უნდა გახსნას ნოზაძის საერთოდ ამ შემთხვევაში პირად ნებისმიერი ვინც პირად დაცვაში ვისაც უმუშავია აი ეს ამას გასცინდა რა თქმა უნდა თუ დაუკვირდება გამოცდილებას ხლა ვერ შეედრება მე იმან მიშელა რომ ახლა მე ვის გავაპირებ მაგრამ ვეფხისტყაოსნის ფანი ვარ მუდმივად კითხულობ ვეფხისტყაოსს ცნობილია დიდი ხანია და რა ვიცი ახლა ნუ ამით მე ვამაყობდევაც რომ ვეფხისტყაოსანი მიყვარს თუმცა ბოლომდე ვინ წაიკითხავს და ვინ ამოხსნის ვეფხისტყაოსს ეს შეუძლებელია აი რას ამბობს რომ გადასხდა ჭრილში გადავიდნენ და ისვენებენ მდინარის პირას ახლოს უთქს მონა 12 უმხნესი სხვათა მხნეთასა თამაშობდეს და უწურებდეს წყალსა და პირსა ტყეთასა აი ახლა მოდით ამას ხაზგასმით აკეთებს ეს შოთა რუსთაველი ამას ზუსტად აღწერს და მოდი რა კიდე წაიკითხეთ ეს არის 95 სტროფი არის აი ამ წიგნში ეს სასწავლო გამოცემაში 95 სტროფი ახლოს უთქს მონა 12 უმხნესი სხვათა მხნეთასა თამაშობდეს და უწურებდეს წყალსა და პირსა ტყეთასა რაზე არის ახლა აქ ლაპარაკი ანუ ფაქტიურად იმ არეალს იცავს და ეს თან უმხნესიო ესე იგი ყველასგან ფიზიკურად აბსოლუტურად სწორად შეაფასებ ახლოს უთქს მონა 12 მის გარშემო ტრიალებენ მის გარშემო იმყოფებიან ეს გადმოცემულია ნუ როსტევანის დაცვა ესა გიორგი მესამის დაცვა გიხდებით ახლა გიორგი მესამის დაცვა აღწერილი ესე იგი 12 პირადი მცველი არის მეფის გარშემო იმყოფება აქვე მაპატეთ ბატონო სიმონ აქვე ხაზგასმით შეიძლება აღნიშნო რომ რუსთაველი სწორედ სამეფო კასტის წევრია და სამეფო კართან დაახლოებული დიდმოხელე რომელმაც ეს ნიუანსები იცის რა თქმა უნდა თორე ახლა ჩვეულებრივი თავადი თუ ჩვეულებრივი ფეოდალი შეიძლება ეს ნიუანსები არც იცოდა ხო შეიძლება ჩახურხაძეს ეს ვერ აღეწერა თქვა და შავთელს შეიძლება მათ ვერ აღეწერათ კარგი ესე იგი ეს არიან მაღალი ხარისხის ჭაბუკები უდგანან გარშემო მონა 12 ესე დიდი ღირსების კავალერები წერას ორაც ენიშნეთ უმხნესი სხვათა მხნეთასა ესე იგი მხნე ჭაბუკებისგან მხნე კავალერებისაგან შერჩეული ყავთ და გაწვრთნილი ყავთ სათანადოდ ნავარჯიშები ყავთ სათანადოდ და უმხნესები არიან უკვე ეს ბიჭები ესე იგი მხნე ჭაბუკებისგან უმხნესები ეს 12 კაცი არის უმხნესი შერჩეული ესე იგი აქ მთელი ფილოსოფია აქ რაშია ამ ფრაზის რომ ამზადებენ ამ ბიჭებს სპეციალურად ის ისედაც ძლიერია ფიზიკურად მაგრამ მას სპეცმომზადება ჭირდება ფიზიკურიც კი სპეცმომზადება ჭირდება თქვა სხვა საქმეა როცა ბრძოლაში ერთვება სხვა საქმეა როდესაც პირადი მცველია მათ სხვადასხვანაირი მომზადება ჭირდება ძალიან საინტერესოა თამაშობდეს ახლა აქ ცოტა განმარტებული ისეა რომ თამაშობდეს აი ნუ თითქოს ერთობიან არა თამაშობდეს ნიშნავს მეკითხარით ის როდესაც გადის მოსახლეობაში ძალდაუტანებლად უნდა მუშაობდეს ლაღად უნდა მუშაობდეს არ უნდა იგრძნობოდეს ეს პირადი მცველი და სწორედ ამას ნიშნავს რომ ახლა მეფისა და სპასპეტის თანდასწრებით ცეკვა თამაშს ვერავინ ვერ გააჩაღებდა ეს გასაგებია ხო თამაშობდეს და შემდეგი ფრაზაც ძალიან აი თამაშობდეს მისი ბუნებრივი ხო აი მის ძალდაუტანებლობაზე ლაღად იქცეოდნენ ძალდაუტანებლად იქცეოდნენ თავის ფუნქციას ასრულებენ ისე რომ გარეშე თვალის ყურადღებას არ იქცევენ და თანამედროვე ისიც ახლა ასე თხოვლოს მაპატიეთან ბარბარიზმია ალბათ მარიაჟობას ვერ იტანს პირადი და არ უნდა მარი აი რომ შეხტე მანქანაში უთქვა და არა რა თქმა უნდა როცა გჭირდება დაიძრება მანქანა მაშინ უნდა ჩაჯდე შეიძლება მაგრამ ეს იმიტომ კი არა რომ ვინმე თავს იწონებს რომ ნახეთ მე რა მოკნილი ვარ არა ეს აუცილებლობაა ამის რომ პირადი მცველი ასეთი უნდა იყოს სწორედ სახელოვნებული ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი ფრაზა უწურებდეს წყალსა და პირსა ტყეთასა აკონტროლებენ დინარესაც აკონტროლებენ და ტყესაც აკონტროლებენ რა რა თქვით დიახ ზუსტად ახლა რას ნიშნავს ეს მე საოცრად კარგი პროფესიონალი ყავდა ავტოგოცირიძე იყო ასეთ პოლკოვნიკი ლექციებსაც კითხულობდა ხოლმე კონტრდაზვერვაშიც მუშაობდა დაზვერვაშიც გარდაიცვალა მაგარი კაცი იყო ძალიან და მე მას ეს გაუზიარი ეს ყველაფერი და მეთქვა აბსოლუტურად სწორია და რატომ მეც ვიცი რომ ეს პირადი მცველები არიან თუმცა აკადემიაში კითხულობდა კი ახოვანი კაცი იყო სიმპათიური ძალიან და მან მითხრა რომ ჩვენ ქართველებს ქონდა სპეციარაღიო თქვა ქამარს გაიკეთებდი მოიხსნიდი ქამარს და ხმალი იყო ესე იგი ტერაქტის ჩასატარებლად
წესღონისძიების შესატარებლად ეს ხმალი გამოიყენებოდა. გარდა ამისა, ჰქონდაო 12 სანტიმეტრიანი შვილდი და 9 სანტიმეტრიანი ისარი, რომელსაც მოწამლავდი ძლიერ მოქმედი შხამით, პირობითად გომბეშოს შხამით მაგალითად. მოარტყავდი და ის დამთავრებული იყო. შეგეძლო მე მოგეკლა, პირადი დაცვა ამას მოკლავდა ალბათ, მაგრამ გიორგი მესამეს მოგიკლავდნენ, ასე ვთქვათ, ხო? მოხდებოდა ისარი და მოკლავდნენ. ამიტომ რომ დაეცვათ ამისგანაც წყალიც კონტროლდებოდა და ტყეც კონტროლდებოდა. აქ მშვილდი ახსენა, მე ასევე მინდა ტელემახურებელს უთხრა, რომ გენერალი სიმონ ნუზაძე არის საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი. საპატიო რა მოქმედი პრეზიდენტი. მოქმედი პრეზიდენტი. ახლა რა მინდა გითხრათ, მე ეს ლექცია წავიკითხე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა ერთ-ერთი სხდომა და წავიკითხე ჩემი კოლეგებისთვის, ვიცე-პოლკოვნიკებისთვის, პოლკოვნიკებისთვის, ასე ვთქვათ და რამდენიმე ძალიან კარგი ანალიტიკოსი ყავს და გაუცდე. როცა მე ამაზე ვუთხარ, ეს არ დავზოგადად ყველაფერზე ველაპარაკე და ამისთვისო არ მიგიქცევია ყურადღება ყველა მითხრა და მე ვუთხარი, ბიჭებს ვუთხარი ახლა ნუ ალბათ ახლა სამ კუთხით არავის არ განუხილია. ახლა სწორად გამიგებს მაყურებელით, მე იმათ ვუთხარი პოლკოვნიკებს, რომ ასე ლაკონურად ორ ფსკარში რაობას, ესე იგი, აქ რა არის ნაჩვენები? ნაჩვენები არის მუშაობის მეთოდი, შერჩევის მეთოდი, როგორ შეარჩევენ, როგორ მოამზადებენ, როგორ განლაგდებიან და სივრცე, რასაც ესენი აკონტროლებენ, რომელსაც აკონტროლებენ ორ ფსკარში, ბატონო ვაჟა. მე ვუთხარი, ასე ლაკონურად. გენია იყო რა. როგორ რუსთაველი გენია იყო, რომ ვიქტორ ნოზაძე მე შეამჩნია და ვიქტორ ნოზაძე დეტალებს ის ამბობს მხოლოდ პირადი მცველი, დანარჩენი ეს უკვე ჩემი ნააზრევია. ის ამბობს, რომ ესენი პირადი მცველები არიან. და იმიტომ ვახსენებ, რომ განათლებულესი გენერალი ხავს. ეს უშუალოდ ჩემი ნააზრევი. და მე მათ ვუთხარი მე რომ ასე ლაკონურად ლავრენტი ბერია და ალექსი ნაურიცკი ვერ გადმოსცემდნენ დაცვის რაობას თქო. აი ლაკონურად რა თქმა უნდა ისინი ჩამოაყალიბებდნენ თქვა ერთ გვერდზე. დავალებას როდესაც მისცემდნენ, მაგრამ ასე ლაკონურად ვერ რა არის დაცვა, პირადი დაცვა და აი მისი ორგანიზება და არს პირადი დაცვის. ეხლა სხვათა შორის პირადი დაცვა ყავს მელიქსურხავსაც. ხოლო ვიქტორ ნოზაძე ამბობს რომ აი სად არის იცით, როდესაც ნესტან დარეჯანის სასაყვანად მივლენ ფატმანთან, ფატმანი ეუბნება ავთანდილს რომ შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია. მონათა უხუცესი მოვიდა თან ახვა მონა 60 ვით ხელმწიფეთა წესი, ესე იგი ხელმწიფეებს ეს მიღებული წესი აქვს. ამას ვიქტორ ნოზაძე ამბობს რომ ამ შემთხვევაში მონა ეს მსახურები არიან. ახლა მივეცი თავისუფლება რომ არ დავეთანხმო ვიქტორ ნოზაძეს. და რატო? თუ მსახურებმა უნდა მოიყვანონ ნესტან დარეჯანი, ეს ულამაზესი მზეგოგო, ხო? მაშინ 5-6 კაციც ეყოფოდა, მივიდოდნენ და წამოიყვანდნენ. ეთყობა აქ 60 კაცი, იმიტომ გაუშვა რომ არის იმის საფრთხე, ნუ ეს დააზიანოს, მოიტაცოს, არ ვიცი ახლა, ნუ ფაქტია რომ აქ 60 კაციდან ესენი ნაწილი მაინც უნდა იყვნენ როგორც მეფეთა წესი. როგორ ვით ხელმწიფეთა წესია. ესე ხელმწიფეებს ეს ყავს დაცვა, იმიტომ მსახურები ყავს ყველას. ესეთი ოპერაცია დაცვის გარეშე ალბათ. და მე ასე მიმაჩნია ახლა მე ეთანხმებით, რომ ეს 60 კაცი არის პირადი და მთელი პირადი დაცვა გაუშვია. იქ როდესაც 12 კაცია ლაპარაკი, მარტო 12 კაცი არ აყავს, მაგრამ ცვლებია დაცვა როგორც წესი 3 ან 4 წლისგან შედგება. ესე იგი, მას მინიმუმ 36-48 პირადი მცველი ყავდა და გარდა ამისა იქ სხვებიც იყვნენ, იქ არიან წინასწარი ჯგუფია და ასე შემდეგ. აი მოკლედ ეს მელიქსურხავსაც აყავს ეს დაცვა. სხვა მეფეებზე არ არის დახსენები დიდი ალბათობით, ვით ხელმწიფეთა წესია ყველა ხელმწიფეს. ეხლა ძალიან კარგი საოცარი ფრაზა ლაშქარნი სამზო დაწვინეს, მოდით და მოიჯარენით. ეს 73 სოფი მოიწვია ეს ლაშქარი, რომ სანადიროდ მივდივარ და ლაშქარი სამზო დაწვინეს. ესე იგი, ახლა ეს არის დაცვის მეორე წრე. რა საინტერესო. გარშემო ხომ ვიკითხავთ, პირველი წრეა პირადი დაცვა, მეორე წრე არის აი როცა პოლიცია, თანამშრომლები მხოლოდ ფორმიანი თანამშრომლები დგანან. რომ ყველა მიცოდეს რომ ეს ფორმიანი თანამშრომელი, აი მაგალითად რაიმე ღონისძიებაზე შევდივართ, დგას ეგრეთ წოდებული არკა და აკონტროლებენ ყველას, ხო? მეტალო ხო, რომ იარაღი არ შეიტანოს და ასე შემდეგ. ხო? თანაც ნახეთ, ლაშქარი კი მოიწვიეს, იმიტომ სამზოდეს ნიშნავს რომ მზადყოფნა უბრძანეს, ხო? დიდი ალბათობით ეს ავთანდილი არის მბრძანებელი ამათი, იმიტომ მეფე როგორც წესი ამებს პირად დაცვას იმას არ ეთყოდა მოდით და
მოიტანეთ და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ლაშქარი მივიდა, მომზადებულია საბრძოლო მზადყოფნაში, მაინც 12 მონა თან ახლავს. ესე იგი, პირადი დაცვა, ეს არის უშუალოდ ის წრე, რომლის იქითაც გადასვლა აღარ შეიძლება. გაგაჩერებენ ეს მუდმივი ისა. რა თქმა უნდა, ეს მუდმივად თანხლებია. დღე და ღამე პირადი დაცვა მასთან უნდა იყოს. ეს რაც შეეხება პირად დაცვას. ახლა გითხარით ოპერატიული მუშაობა, ძალიან საინტერესოა. ჩემი კოლეგები არ გამინაწყენდნენ, ყველა დეტალს არ ვიტყვი, მაგრამ მაინც მიწევს განმარტო როგორ არის ორგანიზებული, ასე ვთქვათ, ოპერატიული მუშაობა. ამ შემთხვევაში დაზვერვა. პირდაპირ მე აქ ამოვიღებ აი ამას, როგორ წეს უშუალოდ ცოტა რუსთაველი ამ ყველაფერს. ესე იგი, ოპერატიული თანამშრომელი, ოპერატიული თანამშრომელი ჭირდება თავისი წყარო, ხომ? ოპერატიული წყარო ჭირდება, ხო? მინდა არ უნდა ეს არსებობს, ოპერატიული წყარო ჩვენ კონფიდენცს ვეძახით, ადრე აგენტი ერქვა და ასე შემდეგ. აუცილებელია. ეს ძალიან პატივსაცემი პირადად ჩემთვის. აგენტი, კონფიდენტი ძალიან ძვირფასია. იმიტომ ესაა საყრდენი შენი ოპერატიული მუშაობის და მან უთხარ კვალზე უნდა დაგაყენოს ოპერატიულმა წყარომ, რომ შეცდომა არ დაუშვათ და იცოდე რა ხდება, უნდა იცოდე, აბა სპეცსამსახური მაშინ რის მაქნისია თუ არ იცის და რა თქმა უნდა, მოსმენაც ხდება, ტექნიკის დაყენებაც ხდება, თვალთვალიც ხდება და ასე შემდეგ. ყველა სპეცსამსახური ასე მუშაობს ქართული სპეცსამსახურის და ასე მუშაობდა აი ვეფხისტყაოსანის სპეცსამსახურებიც ასე მუშაობდნენ. აი რას ამბობს ახლა? ფატმას მოეწონა ავთანდილი, რა თქმა უნდა მოეწონებოდა, თან მისმა მსახურმა უთხრა, რომ ლამაზი ბიჭი ჩამოვიდა ძალიან. და მისწერა წერილი, რომ ძალიან მომწოხარ ვერ გიბედავ, მაგრამ ძალიან მომეწონებო. ახლა ამან მზე ხალი უყარს კაცო, თინათინი საცოლია, უკვე უთხრა რომ გამოყვები ცოლად რომ დაბრუნდები თუ დავალება შეასრულებ, ხო? აი რას ამბობს 1099 სტროფი, უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა მითოხერია, რა უთქვავს, რა მოუჩმახავს, რა წეგნი მოუწერია, გაუკვირდა. ეს რა წეგნი მოუწერიაო, ავთანდილს გაუკვირდა და უნდა უთხრას ახლა უარი და ძალიან მკაცრი უარი უნდა უთხრას. აი ზღვარზე, ესე შეურაცხყოფას მიყენები ზღვარზე. მაგრამ ნახე ახლა შემდეგ რას ამბობს. ესე იგი, როდესაც შერჩევა ხდება კანდიდატის, ასეთ რაირად ხდება შერჩევა. მე ვარ უპერმოშტატი, თქვენ ხართ ჩემი ხელმძღვანელი თქვა. მე შევარჩიე კანდიდატი, რომ ეს მჭირდება, რომ აი ამან აქ უნდა იმუშაოს, აი ეს ამ სფეროში გჭირდება, აქ გჭირდება, ამ მიმართულებაზე გჭირდება. მე ამას ვასაბუთებ, ახსერ მის საქმიან თვისებებს, მის განათლებას და ასე შემდეგ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ. მე მოვდივარ ამას პირველად იცნობა აქვს და გეუბნებით, რომ ბატონო ვაჟა, ჩემო უფროსო, ეს არის საჭირო აი იმისთვის, რომ ეს დავალებები, რომელიც ჩემგან მოდის, რომელსაც მაძლევს მე სახელმწიფო დავალებებს, რომ გადავწყვიტოთ, აი ეს ოპერატიული წყარო მჭირდება. და თქვენ ამას განეხილავთ, ან მომცეთ სანქციას, ან არ მომცეთ სანქციას, ესე არ ხდება. ახლა მე ეს მომეწონა, ეს იქნება ჩემი კონფიდენტი ან ჩემი ოპერატიული წყარო. და აი ნახეთ, ეს არის ოპერატიული მუშაკის ნააზრები, რასაც ავთანდილი თავის თავს ეუბნება. იქ გულთამეტყველებაში ამბობს ვიქტორ ნოზაძე, რომ ავთანდილი, როდესაც გულს ელაპარაკება, გულსახსენებს, ის თავის თავს ელაპარაკება, თავის თავში მეორე მეს ელაპარაკება და მსჯელობს მასთან ერთად, იმიტომ ერთი კაცია წასული, სხვასთან მსჯელობის საშუალებაც კი არ აქვს, ხო? მან უნდა გადაწყვიტოს. საკუთარ თავთან განსჯა ხდება, აი ამას. ესე გვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა, მერმე იტყვის ჩემგან კიდე ჩემი შემწე არავინა. რასათვისცა გამოჭრილ ვარ მისი ძებნა რადგან მინა, რათაცავით პოვებ მასვით გულმა სხვამც არა ისმინა. ისი დიაცი აკაზის, მნახავი კაცთა მრავალთა, მოსადგურე და მოყარე მგზავრთა ყოველგნით მავალთა. მიყვე მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავ ალთა, ნუ თუ რა მარგოს გარდახდა მე მისგან ჩემ თავს ცნავალთა. ჩემი ვალი რომ მოვიხარო. თქვა დიაცა ვინცა უყვარს, მაგარ ფრაზას ამბობს. თქვა დიაცა ვინცა უყვარს გაექცვის და მისცემს გულსა, აუგი და მოყინება არად შესწოს ყოლა კრულსა, რაც აიცის გაუცხადებს ხვაშიათსა უთხრობს სულსა, მიჯობს მიყვე. განღა სამე ცნობს საქმესა დაფარუსა. როგორმე სამე ნიშნავს როგორმე. აქ წერია განმარტებაში წერია როგორმე. ესე იგი, რას ამბობს ამით, რომ მე აქ მარტო ვარ ჩამოსული. ჩემი შემწე არავინ არ არის, მხოლოდ მე ვარ, მარტო მე ვარ. მე აქ ინფორმაცია უნდა მივიღო, იქნებ მივიღო ინფორმაცია ნესტანის თაობაზე. ეს დიაცი აქ ზის, ყველანი მასთან მიდიან, უამრავი კაცი, ყველა ქვეყნიდან ჩამოსული ვაჭარი ამასთან გაივლიან, სამეფო კარზე რა ხდება ამასთან გაივლიან. იქნება მან იცოდესო და თანაცო თუ დიაცის გული მოვიგე,
ეს ძალიან ქალებს ამით დადებითად ახასიათებს, რომ ქალს თუ შეუყვარდი, მე შენთან გახსნილია, ყველაფერს გეუბნება. დეზინფორმაციას მოგწევს. დიდი ინფორმაციას მოგწევს. ეს ქალების დიდი დადებითი თვისებაა, რომ გულის სწორთან მას დამალული აღარაფერი არ აქვს, ყველაფერს ეუბნება. რა თქმა უნდა. და აი ეს ამ შემთხვევაში სწორად ესე იგი პირველადი ცნობა დაწერა, უფროსი არ აყავს რომ შეუტანოს სანქციაზე. მაგრამ ფაქტიურად ესე იგი ფატმანი გამოდის აგენტი, ხო? რა თქმა უნდა ამის აგენტი იყო, ინფორმაცია მეიღო ამისგან და ბატონო ბაშა ცენტრალურ ფიგურად იქცა ამ საქმეში ფატმანი. ფატმანის ინფორმაციამ გაგვიყვანა სწორგზაზე. ფატმანი რომ არ ყოლოდა ნესტან დარეჯანს ვერ მივაგნებდით. მან გითხრა რომ აი იქ იმათ წაიყვანეს მოიტაცეს ფატმანი აგენტი და შეიძლება რა ქვია ოპოზიციამ რუსთაველი რუსეთის აგენტად ჩაგვიტანოს. დაღუპულები ვარ, ცეცხლელები ვარ. მაგრამ საინტერესო პასაჟია ის. თან მაშინ არ მიფიქრია მაგრამ. კი, არა, ძალიან ესეთი. არა, აქ ახლა ნახეთ აქ არსებობს გადმობირების რამდენიმე საფუძველი არის. ეს არის პატრიოტული საფუძველი, კომპრომისალების საფუძველი. არის მატერიალური დაინტერესება. ეს იშვიათად ხდება უფრო მატერიალური დაინტერესება, რომ იცოდეთ ეს. აი მეორე ხარისხოვანია სპეცსამსახურებში. ძირითადად არის პატრიოტულ საფუძველზე. მაგრამ ამ შემთხვევაში გამოიყენება გათვლა გაკეთებულია მოჩვენებით სიყვარულზე. რო უთხრა ავთანდილო, კი, მეც მომწონდი, ვერ გიბედავდი, თორემ მე რომ მომწონხარ ისე უნდა და თან ჯაურობს ტირის რომ აი მე თინათინს უნდა უღალატო. მაგრამ ამ შემთხვევაში მიზანი იმდენად დიდია, რომ რაღაც იზავს ინფორმაცია უნდა მიიღოს, ხომ და აი ამიტომ აი ესე გააკეთა. ამიტომ აი ეს არის ოპერატიული მუშაობა გადმოცემული ვეფხისტყაოსანში შოთა რუსთაველის მიერ. ახლა ძალიან საინტერესო არის სარანგნი პოლიციელები. დიახ. არა აქ უკვე საკმაოდ კარგად აქვს ვიქტორ ნოზაძეს განმარტებული ეს ყველაფერი. ამიტომ მე ამას მივყვები უშუალოდ მის ნაზრებსაც და მეც ვეთანხმები ამ ყველაფერს. აი პირველი როცა მელიქსუხრავის სახლში წაიყვანეს, სასახლეში წაიყვანეს, ნესტან იქ წერს რომ ეს 1191 სტროფია ზედა მოვატყდა მჭვრეტელი გახდა ზაფხი და ზარები, ვერ იჭირვედეს სარანგნი, ნუნ იყო არსიწყნარები. მოკლედ რომ მიიყავთ ნესტანი უამრავი ხალხი მოაწყდა და სარანგებს პოლიციელებს უჭერთ მათი შეკავება. აი ამას გადმოსცემს, აი ამ სტროფში არის ეს გადმოცემული, მაგრამ ნუ რას იზავენ, უნდა დაიცვან ახლა ხო არ გააწყლეტინებენ ასე ვთქვათ ნესტან დარეჯანს. მაგრამ ძალიან საინტერესოა 1469 სტროფი. როდესაც გამარჯვებული გმირები ნესტან დარეჯანთან ერთად მულღაზაზარის დედაქალაქში შევლენ. აი იქ წერია ეს ამ სტროფში წერია შუკათად მოდგეს ვაჭარნი ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია. შორს უარებდეს სარანგნი ხელთა აქვთ მათაბჯარია. მოიჯრებოდეს ჯალაბნი სარანგთა დამსაჯარია. მათაც საჭვრეტლად მიიშვება მუნ მათგან ნააჯარია. მოდით ახლა განვიხილოთ რას ამბობს. შუკათად მოდგეს ვაჭარნი, ნუ ქუჩები მაყურებელს გავაგებინოთ. დიახ, მე უფრო იქით უნდა ვიყურვალ. არა, ისაუბრეთ, ის კამერა გვიყურებს. მოკლედ შუკ მე ადრე წაკითხული მაქვს რომ სუყ ეს ბაზრობაც არის. დიახ. ისე იგი აქ შეიძლება გავიგოთ ისე რომ ბაზრობიდან მოვიდნენ ვაჭარნი და ქუჩები გაივსო და შუკები გაივსო, ქუჩები გაივსო ჭვრეტელებით. მაყურებლებით, რომელსაც აინტერესებთ ვინ არიან, იმიტომ მეფეები ჩამოვიდნენ გმირები, ჯერ ფრიდონი როგორი პოპულარული მეფეა, ხო? მათი მერე ტარიელის და ავთანდილი ორივეს იცნობენ ეს ხალხი და თან ეს გოგონას ეს ანათებს, მზესავით ანათებს რომ მოდის, ხო? და ყველას უნდა რომ ნახოს. ყოველგნით მჭვრეტელთა ჯარია. შორს უარებდეს სარანგნი. აქ რას ლაპარაკობს ახლა? სარანგი არის პოლიციელი. შორი ახლოს ტრიალებს პოლიციელები, ტრიალებენ შორი ახლოს და ამ მოზღვავებულ ხალხს აჩერებენ გარკვეულ სიშორეზე, რომ მეტი ახლოს აღარ უშვებენ ამათთან, ამ სტუმრებთან და მეფესთან. ნახეთ შემდეგ რას ამბობს ხელთა აქვს, მათ აბჯარია. აღჭურვილები არიან, სათანადო. ეხლა ამათ საბრძოლო იარაღი არ ექნება, ვთქვათ, ომში რომ მიდიოდნენ, მათ სხვანაირი იარაღი დაჭირდებოდათ, ხო? ეთყობა ესენი ახ თანამედროვე ტერმინოლოგიით, რომ ვთქვათ, ესენი ამუნიცია აქვთ ამათ. შესაძლოა ეს არის ფარი, შესაძლოა არის ხელკეტი. შლემი, ასე ვთქვათ, ხო? ჯავშან ქუდი, ასე ვთქვათ. შეიძლება ჯავშანიც აცვიათ, ასე ვთქვათ და აი ამით აღჭურვილები არიან. იმ დროისთვის საუკეთესო აღჭურვილობით წესრიგის დასაცავად. ესე იგი, წესრიგს შიშველი ხელით კი არ იცავენ, იცავენ თავისი ან თავიანთი აბჯრით, აბჯარით გააჩნიათ. ახლა ნახე რა კარგად არის მოიჯრებოდეს ჯალაბნი.
მოიჯრებოდეს ჯალაბნი მასობრივად მოდიან ოჯახის წევრები, წვრილფეხო ქალი, ბავშვი, მოხუცი, მსახურები ამ ოჯახების, იმიტომ მოწინავე ოჯახების, ხო? მათი მსახურები და უნდა რამენაირად ესენი უნდა შეაჩერო, ხო? მანძილზე, გარკვეულ მანძილზე და ნახეთ სარანგთა დამსაჯარია. სარანგებს ჯიან, როგორ ჯიან? წესრიგს ურღვევენ, არ ემორჩილებიან და აწვალებენ სარანგებს. სარანგთა დამსაჯარია. პოლიციელებს ჯიან ამით, რომ წესრიგს არ უცავენ. ნუ რა ქნან ახლა, პოლიციამ მაინც უნდა დაიცვას წესრიგი. მათაც საჭრეკლად მიშვება, მუნ მათგან ნააჯარი. ესე იგი, ეხვეწებიან მიგუში რა გვაყურებინო. კი ბატონო, მიგიშვებ, მაგრამ მეტი ახლოს ვეღარ მიგიშვებ, იმიტომ ესენი 4-ნი არიან. გარკვეულ დისტანციაზე პოლიცია მათ პირადი დაცვა ახლავს თან, მაგრამ ის თუნდაც 36 პირადი მცველი აქ ვერაფერს ვერ გახდება, როდესაც ამდენი ხმასა რო სავსეა ჯუქება. ამიტომ ეს დაცვის მეორე წრია. სარანგები ამ შემთხვევაში დაცვის მეორე წრია და უფრო ახლოს არ უშვებენ და არის ესე იგი ბევრი არიან თავარია სარანგები პოლიციელები და ყველა ისინი აღჭურვილები არიან სათანადო ამუნიციით. ესე იგი ამ შემთხვევაში სარანგები არიან სპარსულად ვიქტორ ნოზაძე წერს სპარსულად სარჰანგ ნიშნავს პოლკის უფროსი და ბოქაულსაც ქვია სარანგ. მაგრამ ამ შემთხვევაში ვიქტორ ნოზაძე ამბობს ესენი არც პოლკის უფროსები არიან და არც ბოქაულები. რა თქმა უნდა მათ თავისი უფროსი ყავთ ბოქაული. მაგრამ ესენი არიან წესრიგის დამცველი სათანადოდ მომზადებული წესრიგის დამცველი პოლიციელები. სათანადო ამუნიციით აღჭურვილები. ეს არის სპეცსამსახურები, აი რაზეც ლაპარაკობს ვეფხისტყაოსანი და რასაც რა თქმა უნდა ამბობს ვიქტორ ნოზაძე, ხოლო ზოგიერთი მე გავაღმავე ზოგიერთი მნიშვნელობა. ეხლა ჩვენ დრო გრჩება და მოდი ჩვენ ვილაპარაკოთ სამხედრო თანამდებობებზეც. რა სამხედრო თანამდებობებია რუსთაველის მიერ მოყვანილი ვეფხისტყაოსანში. პირველი ეს არის ავთანდელი იყო სპასპეტი. სპასპეტია პირველი. სპასპეტის სპარსული სიტყვა ყოფილა და ლაშქრის ხელმძღვანელს ნიშნავს. ესე იგი ავთანდილი არის ლაშქრის ხელმძღვანელი. ამას გარდა ვიქტორ ნოზაძე წერს ახლა მე ეს ლაშქარს ნიშნავს. კი, გასაგებია. ამის სპასალარიც მაგას ნიშნავს. მე რეკ სპასალარზე რო გადავალი ფიტყვის ეს არის სპარსული სიტყვა სპასალარი სიფეხსალარ აი ამას ნიშნავს და ეს ნიშნავს ხედარმთავარი. ხედარმთავარს ნიშნავს თვითონ სიფეხსალარ სპარსულად ნიშნავს ხედარმთავარს. სპასპეტი ლეონტი მროველი და ჯუანშერი წერსო ვიქტორ ნოზაძე ამბობს რომ ესენიც მოიხსენიებენ ამ სიტყვასო რომ ქართულ ლაშქართა უფროსები იყვნენ სპასპეტებიო. ესე იგი ფარნავაზისა და ვახტანგ გორგასილის დროს. ესე მათაც ყავდათ სპასპეტები, ესენი ქართული ლაშქრის მეთაურები იყვნენ. გამოდის რომ იქ ბევრგან ნახსენები ავთანდილი იყო სპასპეტი ზეამის სპასალარისა, ავთანდილ პირბზე სპასპეტი ლაშქრისა ბევრ ათასის, ესე იგი სპასპეტი ლაშქრისა ბევრ ათასის, მრავალათასიანი ლაშქრის სარდალია, ხო, მათი ხედარმთავარია. დიდი სპასპეტი სახელად მიხმობენ ავთანდილობით თვითონაც ამბობს. მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა და მე წერს წერის ფატმანი უგზავნის ნესტანს იქ წერს რომ ჩამოსულია მისი მეგობარი სპასპეტი როსტან მეფისა ვერვისგან დაწუნებული მაგარი ვაშკაციაო დაუწუნებელი ბიჭიაო ჩამოსულიო და აი შენ დასახსნელად არიან ჩამოსულები. ავთანდილი არის საზოგადოებათ მეტყველებაში წერს ვიქტორ ნოზაძე რომ მეფეა, ყმა მეფეა. სუზერენი მეფე არის, მეფეთა მეფე არის როსტევანი, ისევე როგორც ფარსადანი. ტარიელის ყმა მეფეა. ეს მონაპირე სამეფოს მეფე არის ავთანდილი. და ამასთანავე არის სარდალი ეროვნული ლაშქრის, სახელმწიფო ლაშქრის სარდალიც არის. მთავრობის წევრიაო ვიქტორ ნოზაძე ამბობს და სადროშოს მეთაურია შემდგომ საქართველოს. სადროშო არის ერთი ასე ვთქვა. თუმცა ის მეფე არის ვასალი, მაგრამ მთელი ამ გაერთიანებული არაბეთის ლაშქრის მეთაურია. ასე ჩანს. არ უწერია რომ ეს ხედართ ეს არის მთავარსარდალია ყველაფრის. ამ მინისტრია, სამხედრო მინისტრი არ არის, მაგრამ ლაშქრის მეთაური არის. და არის რომ მთავრობის წევრი. მე ვიქტორ ნოზაძე ამბობს რომ ეს ვეზირიც არისო, თუმცა სიტყვა ვეზირი ნახსენები არ არის, ამიტომ მე ამას ვერ ვიტყვი რომ ავთანდილი ვეზირიცაა. ავთანდილი არის ყმა მეფე და ლაშქრის მეთაური. თანაც ჩემი აზრით დავალებებს ეს აძლევს პირად დაცვას და პირადი დაცვა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელიც ავთანდილია. ახლა სპასალარი. სპასალარი სპარსული სიტყვა, გითხარით ეს ლაშქრის უფროსს ნიშნავს, ხედარმთავარია ერთ-ერთი ნაწილისა. და აი მაგალითად
ტარიელმა ლაპარაკია რომ კვლავ ფრიდონისნი აღავსნას პახპათუ სპასალარები 1500 მე-7 სტროფში არის ამაზე ლაპარაკი. ესე იგი სპასალარი არის ბატონო ვაჟა და პატივსემულო მაყურებელო უფრო დაბალი შენაერთის, უფრო დაბალი დონის მქონე სამხედრო ნაწილის მეთაური, გენერალი. მაგალითად აი ბრიგადის მეთაური, დივიზიის მეთაურია. რა თქმა უნდა დიდი შენაერთის, მაგრამ არა სახელმწიფო ლაშქრის მეთაური, ასე ვთქვათ. აი სპასალარი ამას ნიშნავს. და დავით აღმაშენებელმა არ არის მთავარსარდალი და დავით აღმაშენებელმა უხიბჩაღები რო გადმოიყვანა და გააქრისტიანა ისტორიკოსი წერს რომ დაუდგინა სპასალარნი და მართებელნი დაუნიშნა სპასალარები ესე იგი გენერლები დაუნიშნა სპასალარი 1 და 2 არისო რამდენიმე იყო ამის სპასალარი ვთქვათ ერთი იქნება სპასპეტიც ერთი არის გამიგე ხო ეხლა თვითონ ამის სპასალარი აქ ამის სპასალარი ორჯერაა ნახსენები და ორივეჯერ ნახსენები არის მამებზეა ლაპარაკი. ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამის სპასალარისა. იქ ტარიელის მამაც ამირბარი იყო, მაგრამ თვით ამირბარსა ინდუეთს აქვს ამის სპასალარობა. ხო. ახლა არაბული სიტყვა არის ამირ, რომელიც ვიქტორ ნოზდაძეს 10000 მხედარის უფროსია. სპასალარზე გითხარით, რასაც ნიშნავს. ესე იგი ამის სპასალარი არის გაერთიანებული სარდლის ჯარის მთავარსარდალი და სამხედრო მინისტრი. ესე იგი, ამ შემთხვევაში მე მოგვიანებით როცა ამირბარზე ვისაუბრებ, ავთანდილი არაა სამხედრო მინისტრი, აი ტარიელი სამხედრო მინისტრია. საზღვაო ძალებისა და სახმელეთო ძალების მთავარსარდალია და სამხედრო მინისტრია. საოცრად კარგი ის არის, ასე ვთქვათ, აი ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო თანამდებობა ამირბარობა. ამირბარი ქართველებს არ აყვავდა. არც ვეფხისტყაოსანში არაბეთს არ აყავს ამირბარი. ამირბარი ყავს ინდუეთს. ნახეთ, როდესაც სარიდანმა უთხრა ფარსადანს რომ მოდი გავაერთიანოთ, მეც ვაქვს სამეფო, შენ 6 სამეფო გაქვს, მეც მაქვს სამეფო, გავაერთიანოთ და ერთად ვიყოთ, შენ იყავი ასე ვთქვათ სუზერენი მეფე. და მიიღო გაეხარდა ძალიან მას მეფეს ფარსადანს გაეხარდა და აი რას ამბობს 321 სტროფში ამბობს რომ ტარიელი უბნება ავთანდილს ერთი სამეფო საკარგად უბოძა ამირბარობა თვით ამირბარსა ინდუეთს აქვს ამის სპასალარობა ესე იგი ამირბარი ძალიან დიდი თანამდებობაა და ამის სპასალარია არაბეთში მხოლოდ ამის სპასალარის თანამდებობა არსებობს. იქ ამირბარი, ამის სპასალარიც არის, ესე იგი, ინდუეთში ამირბარია და ამის სპასალარიც არის. ახლა რატოა ჩემი აზრით ნახსენები ამას ვიქტორ ნოზდაძე არ წერს. რატომ არის ნახსენები მხოლოდ ინდუეთში რატომა ეს თანამდებობა შექმნილი შოთა რუსთაველის მიერ. ამირბარი არის ზღვის უფროსი, ადმირალი, ფლოტის სარდალი და დიდი ალბათობით რუსთაველი ამას ითვალისწინებს, რომ ოკეანით გარშემორტყმულია ინდუეთი და მას აუცილებლად ეყოლებოდა ამირბარი, საზღვაო ძალების სარდალი. როგორ კარგად იცის უცხო ქვეყნების გეოგრაფია და ისტორია, საზოგადოებრივი წყობილება, რომ იმ თანამდებობის პირებს ასე ზუსტად ახსენებს. ზუსტად ახსენებს, ხომ, იმიტომ კონკრეტულად საქართველოში ეს თანამდებობა არ არსებობდა. სპასპეტიც კი და აი მაშინ და ამის სპასალარი ჩვენთანაც არ არსებობდა ჩვენთან მხოლოდ გიორგი მესამის დროს არის ნახსენები ამის სპასალარი და თამარ მეფის დროს და მე თამარის თამომავლებში გვიანდელშიც უკვე აღარ იხსენება ამის სპასალარი ჩვენ მხოლოდ ამ ეპოქაში ყავდა ესე იგი გიორგი მესამემდე არსად არა ისტორიკოსის მიერ ამის სპასალარი ნახსენები საინტერესოა. მხოლოდ ესე გიორგი მესამე და მოდის გიორგი მესამე, მე თამარ მეფე, ლაშასაც ყავდა, ლაშა გიორგის ყავდა, რუსუდანსაც ყავდა, დიმიტრი თავდადებულსაც ყავდა და ასე შემდეგ. ამის სპასალარი. ახლა ამირბარი. დიახ, ამირბარი. ესე იგი ეს არის ზღვის უფროსი, საზღვაო ძალების მეთაური. სპარსულშიო არსებობს ასეთი ეს ტერმინი არის ამირ-ოლ-ბაჰრ. ამირ-ოლ-ბაჰრ, ამირბარის. ეს ქართულად ამირბარი არისო და ფრანგულად ამირალ. ანუ საზღვაო საომარ ძალთა უფროსი. ესე იგი ეს თვითონ ადმირალი ახლა უკვე გავრცელებულია მსოფლიოში და ევროპაში, ხო? თანამდებობაც არის ადმირალის და წოდებაც აქვს. მაგალითად დიდი შენაერთის უფროსები არიან ადმირალები. იყო მაგალითად პირობითად საბჭოთა კავშირის ისევე როგორც საბჭოთა კავშირის მარშალი, იყო საბჭოთა კავშირის ადმირალი და ასე შემდეგ, ხო? ავთანდილი ტარიელი ამბობს ახალგაზრდა ბიჭია 16 წლისა, მეო შემომთავაზეს
ამირბარობა, მაგრამ უარი უთხარი არ მინდოდა ამირბარობაო, მაგრამ არ მომეშნეს, დავმორჩილდი თაყვანი ვეც ამირბარად 353 სტროფში ამბობს. თაყვანი ვეც, ესე იგი, რიტუალური წესი არსებობდა ამირბარად რო გაკურთხებენ, რიტუალური ეს უნდა თაყვანი უნდა სცე, არ ვიცი, მადლობა მოუხადო არ ვიცი და დაუფასო ასე ვთქვათ, რომ მეფემ ამირბარად გაკურთხა და ამაზე აქ ლაპარაკი. ხოლო ტარიელზეა ლაპარაკი 12-ჯერაა ნახსენები სხვადასხვა ადგილას ტარიელი და ყველგან აქ უწერია რომ ეს ამირბარია. სხვა არც ფრიდონს, ფრიდონი მეფეა, მეფეთა მეფეა ფრიდონი. ტარიელი და ავთანდილი მეფეები არიან. ის მეფეთა მეფეა. ფრიდონის ხელშია ყველაფერი, რა თქმა უნდა, იქ ამირბარი არისოდა. ამირას დაუბრუნდე, იმიტომ რომ ახლა მე მინდა ვახსენო ჩემი საყვარელი ისტორიული გმირი გიორგი სააკაძე. როდესაც ლუარსაბ მეორე ნიშნავს ქალაქის თავად, ქალაქის მოურავი, დედაქალაქის, ხო? იქ ნახსენებია ამირა. გიორგი სააკაძე. ამირა გასაგებია, ეს არაბული სიტყვაა, ხო? ამირა. ამირა ქალაქის თავსაც ერქვა ამირა. ანუ ამ კუთხითაც გამოიყენებოდა ეს ტერმინი. კი, მარტო სამხედრო კუთხით, არამედ ქალაქის თავად. მაგით აძლიერებენ, აი სპასალარი უკვე არის მხედართავარია, ხოლო ამის სპასალარი არის უმაღლესი მთავარსარდალი. წამოსული ეს ტიტულატურა შემდგომ საუკუნეებშიც მუშაობს. დავით აღმაშენებელი რომ თბილისში შევიდა, ხო ამირა მართავდა. ამირა მართავდა თბილისს, ხო? ეს გავრცელებული თანამდებობა იყო გავრცელებული, ხო? ეს უკვე არაბებისგან შემოტანილი, ჩვენ ახლა არაბულმა კულტურამ ჩვენზე ხო გავლენა მოახდინა, ასტრონომია, ასტროლოგია, გეომეტრია, მათემატიკა. ძალიან საინტერესო იყო, მე ვფიქრობ, დღევანდელი გადაცემა სულ სხვა კუთხით დანახული ვეფხისტყაოსანი და ის დიდი ცოდნა, რომელიც შოთა რუსთაველს ჰქონდა სახელმწიფო წყობის შესახებ, ამ სპეცსამსახურების შესახებ და კიდევ უფრო საოცრ არის, რომ ამ 8 საუკუნის წინ დამარხული ესეთი საგანძური ისეთმა დიდმა მეცნიერმა და მამულიშვილმა, როგორც იყო ვიქტორ ნუზაძე წინ წამოსწია და აქვე არ შემიძლია არ აღნიშნო მე რომ ბატონ სიმონ ნოზაძის ორიგინალური წიაღსვლები და მიგნებები სწორედ ამ კუთხით მისი ნააზრევი იყო რაღაცნაირად უზადო. სწორედ ალბათ სპეცსამსახურების გენერალს გამოცდილ ადამიანს უნდა დაენახა ეს და თავისებური ინტერპრეტაცია და გაეგრძელებინა თავისი დიდი წინაპრის ნააზრევი, რომ დღევანდელ თაობისთვის განგემართათ. ეს უკვე თქვენი განმარტება, თქვენი მიგნება, თქვენი აღმოჩენა, კი ბატონო, ნაწილობრივ, მაგრამ თქვენია. მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა შევწირო ბატონ გენერალს, ბატონ სიმონ ნოზაძეს, რომელიც სათავეში უდგას ამ ძვირფას გამოცემებს, რომელსაც ვიქტორ ნოზაძის, ამ დიდი მეცნიერის, დიდი მამულიშვილის მემკვიდრეობა ქვია, სულიერი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ქვია და დღევანდელი გადაცემა მინდა სწორედ დავასრულო, რომ ღმერთმა ქნას ყველა ტომი, ყველა მისი ნააზრევი გამოცემული იქნას ისეთი ძვირფასი მამულიშვილების და განათლებული ინტელიგენტი ადამიანების მიერ, როგორც თქვენ ბრძანდებით, ბატონო სიმონ, ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვ და მე გემშვიდობებით მომავალ ხუთშაბათამდე ჩემო ქართველო ბედნიერი შობა ახალი წელი მისულებია სრულიად საქართველოსთვის. ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ.